გემახსოვრება და იცით ალბათ და საზოგადოებამ იცით ლელო ძლიერ საქართველოს არასდროს არ შეუტანია დისონანსი, განხეთქილება ოპოზიციურ სპექტრში, ოპოზიციურ პარტიულ სპექტრში, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მიდრეკილი ზოგადად არადაპირისპირებისკენ ერთმანეთის, მაგრამ მოდით თუ ამაზე წავიდა საუბარი, მოკლედ შევეხები და ეს საზოგადოებას ისედაც ახსოვს, თქვენ გემახსოვრება თუნდაც გასული წლის მეორე ნახევრიდან ვერ გაიგებდით ზოგი კოლეგა ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვინ იყო ოპოზიცია მათი და ვინ იყო სამიზნე მათი ხელისუფლება თუ ლელო ძლიერი საქართველო ამ შემთხვევაში. დიახ, ყველაფერი ეს ერთობა უნდა იყოს ამ შემთხვევაში ბუნებრივი და არ უნდა იყოს ხელოვნური. ეს უნდა ეფუძნებოდეს ნდობას, ნდობის ამ შემთხვევაში ფაქტორია უმთავრესი და ასევე საზოგადოებას და ამორჩეველს არ უნდა მივცეთ, არ უნდა წავართვათ უბრალოდ შესაძლებლობა მრავალფეროვანი არჩევანისა და არჩევნების ამ შემთხვევაში და არჩევის. ლელო ძლიერი საქართველო ყოველთვის იყო და არის ამ შემთხვევაში და იქნება შეურიგებელ ოპოზიციაში ბუნებრივია და ჩვენი მთავარი მიზანია რომ ამ ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება და ამ ხელისუფლების შესვლის ერთადერთი შესაძლებლობა არის არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება ბუნებრივია და ჩვენ ამაში ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით მოწინავენი, ხოლო რაც შეეხება საუბარს კონკრეტულ ქვეყნის საჭიროებო საკითხებზე და ამ შემთხვევაში კონსულტაციებს და საუბარს ამის ჩვენ არასდროს არ ყოფილვართ წინააღმდეგი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საუბართან დაკავშირებით რა გარკვეულ საკითხებზე შემიძლია გითხრათ. კი ბატონო და ასევე მინდა თქვენი პოზიცია მოვისმინო გუშინ განვითარებულ მოვლენებზე. მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ მათ გამოავლინეს დანაშაულებრივი სქემა, პრინციპში აღიარეს ის, რომ მათი ყოფილი მთავარი პროკურორი, სუსის ყოფილი უფროსი ფარცხალაძე ლილუაშვილი მფარველობდნენ, ჰქონდათ საქართველოში კოლ-ცენტრები ლაპარაკია 2023 წლებზე. რა კომენტარს გააკეთებდით ამ ყველაფრის შესახებ თქვენ? პირველ რიგში არავის უდანაშაულობის პრეზუმპციას არასდროს ვარღვევ და ჩვენი პარტია ზუსტად ესეა, არავის უდანაშაულობის პრეზუმპციას არ ვარღვევ, მაგრამ აქ საუბარი რაზეც არის, გუშინდელი საქმეს რომ არ იყოს მხოლოდ, ხო? წინა საქმეებშიც ხო ამაზე იყო და წინა ბრალდებებშიც ამაზე იყო საუბარი და მოდი ვნახო და გავხედოთ თუ რაშია საქმე და რა სიტუაცია. დღეს ხელისუფალი გვეუბნება, რომ მათი პრემიერ-მინისტრი ორჯერ პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამ შემთხვევაში სხვადასხვა მინისტრები და წინა ამ შემთხვევაში 2 წლის უკანდელი თავდაცვის მინისტრი, დეპარტამენტის თანამშრომლები, წარმოუდგენელი ესეთი სქემებზეა საუბარი, იყვნენ კორუფციაში თავიდან ბოლომდე ჩაფლული და ხალხის ძარცვაში, იმიტომ რომ ეს არის ხალხის ფული და ხალხის ფულის ძარცვაში იყვნენ ჩართული გვეუბნებიან, ხო? აქ მე შორსა ვარ იმასისაგან, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს და კორუფციასთან ბრძოლა მიმდინარეობს და იგივე კოლ-ცენტრებზე საუბარი, რაზეც არის, ხო? ამაზე წლების განმავლობაში იყო საუბარი და ჩვენ ვხედავთ, რომ გვეუბნებიან, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვინც უნდა ზრუნავდეს და ვისაც უნდა ეზრუნოთ, თუმცა ეს ადამიანი ქვეყნის საფრთხეზე იყო პირდაპირ დაგეშივი და ქვეყნისთვის საფრთხის შემცველ ქმედებებს ჩადიოდაო. კორუფციით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბრალებზეა საუბარი, რავის უდანაშაულობის პრეზუმპციას არ დავარღვევ და ხარებაშვილმა აღიარა პირდაპირ და უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაზეც საუბარი ზედმეტია, აღიარა და თვითონ ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით. ხო წარმოგიდგენიათ ხახო რა სიტუაციაა ქვეყანაში და რა უმძიმესი სიტუაცია. რის წინსულაზე არის სამუშაო ადგილებზე შეიძლება იყოს საუბარი, რისი პენსიების გაზრდაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც არის ქვეყანაში აღვირახსნილი კორუფცია. დიახ, ლელო ძლიერი საქართველო, როდესაც 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდა 1000 ლარიან პენსიაზე და ამას ჩვენ ვასაბუთებდით, იყო თავდასხმები, რომელიც შემდგომ მათ იკლო, ბუნებრივია ოპოზიციური პარტიებიდანაც, მაგრამ იკლო, როდესაც მიხვდნენ, რომ აქ პროფესიონალების გუნდი მუშაობდა და ეს რეალური იყო, ჩვენი მთავარი მიზანი იყო კორუფცია და კორუფციის აღმოფხვრა. თუ ქვეყანაში კორუფცია და კორუფცია არ აღმოიფხვრა, ვერაფერი ამ ქვეყანაში ვერ განვითარდება. ეს არის უბრალოდ გამორიცხული ფაქტი და გამორიცხული თემა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ახლა უკვე გადავიდნენ საზოგადოების გამწარებაზე, საზოგადოებრივი ჯგუფების გამწარებაზე, თლიანად საქართველოს მოქალაქეების გამწარებაზე. სხვა ახსნა ამას არ შეიძლება ერქვას. და დამიგდეთ ყური და რაშია საქმე. ახლა გვეუბნებიან, რომ კახეთში თურმე გლეხმა იმერეთში, ქართლში ვენახი ვერ უნდა გააშენოს საწარმოო მიზნით, რომ გაყიდოს. და თურმე ჭირდება ნებართვა თბილისიდან
და აი ამ კანონ პროექტზეა საუბარი და უკვე როგორც ვიცი პირველი მოსმენით გავიდა დიახ კახეთში ახლა თუ მისმენს გლეხი ამაც ეუბნებიან ქართლში იმერეთში რომ შენ ვენახ შენ საკარმიდამო ნაკვეთზე ვერ გააშენებო გაყიდვის და რეალიზაციის მიზნითო ხო წარმოიდგინეთ ხალხო რა სიგიჟეამდე მივიდა ეს ხალხი და რას აკეთებენ ანუ ვინმე უნდა ასწავლოს თუ რა უნდა გაუკეთოს კახეთში გლეხს როგორ მოიყვანოს ვენახიან რა ჯობია თუ მის ამ შემთხვევაში კუთვნილ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზეა სხვა რამეზე ხო საუბრობთ რომ მის კუთვნილ ნაკვეთში ვენახი მოიყვანოს ხორბალი მოიყვანოს თუ პომიდორი თუ რა გააკეთოს და შენ მას უკრძალავ რომ იშრომოს რომ ამ შრომიდან ვენახის მოყვანიდან ოჯახი არჩინოს უკრძალავ იმით რომ ნებართვას თხოვ აგრძალვა ეს აბა რა არის როდესაც ნებართვაზეა საუბარი და მან უნდა უყუროს და რისთვის გამაგებიეთ ხახნო არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამ და ესენი ზრუნვის სოფლის მეურნეობის განვითარებაზე პირიქით ეს არის სოფლის მეურნეობის მკვლელობა თუ შეიძლება ითქვას გახედეთ დაიცალა სოფლები თავიდან ბოლომდე და ახლა პირდაპირ ერთადერთი კახეთი იყო სადაც კიდე უფრო ხალხი არის დამაგრებული ხო და სხვა რეგიონები თუნდაც აიღე სადაც ღვინა ვენახის კულტურის გაშენება არის მასიურად და მიმდინარეობს და ამ ხალხს თუ საერთო საბადებელს წაართმევ და ეუბნები რომ ვენახს ვერ მოიყვან რეალიზაციის მიზნით აბა რა ქნა სუფრაზე ჭამოს და მხოლოდ ისა რა ქვია ქვევში საკუთარი მოხმარებისთვის მოიყვანოს ოჯახი არა ყავს შვილი არა ყავს ჩენა არ ჭირდება მეორე უბედურება კიდე გეუბნებიან რომ მაგერ 6 წლის მანქანებს ზევით ვერ შემოიყვანო ვერაფერსო სადიზმია პირდაპირ საქართველოს მოქალაქეებს აი ამ სოციალურ პრობლემებზე და ასე შემდეგ ყებახიძე ვახსენეთ ლევან ცოტა ხნის წინ და მან გუშინ ასეთი რამ თქვა პარლამენტის შენობაში სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადასახედია პირველადი ანალიზით გამოვლინდა რომ სოციალური დახმარების მიმღებთა შორის 8% შეძლებულია აი ამას ამბობს პარტია რომელიც ხელისუფლებაში უკვე 14 წელია უკაცრავად მაგრამ ხალხო საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან ეს ყველამ კარგად ვიცით, ხო? კარგი ცხოვრების გამო გადის საქართველოს მოქალაქე ქვეყნიდან. ვინმე მახსნას ეს კარგი ცხოვრების გამო გადის საქართველოს მოქალაქე ქვეყნიდან. ეძებენ სამუშაო ადგილებს. ყველაფერს არ ვიცი რა შტაბეჭდილება უნდა დაგჭეს ამასთან და უკუღმა აკეთებენ ეს ადამიანები. ის რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნაა გასაგებია, ის რომ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ახლა საქართველოს რიგით მოქალაქეებს ეუბნებიან ავტომობილი არ ჩამოიყვანო და თვითონ საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, ანუ ბიუჯეტის ხარჯზე, მანქანა ემსახურებათ. ბენზინს ასხამენ. ტექს სერვის მანქანას უწევენ. და რაში ჭირდება კიდე ვინმე მახსნას ამდენი მომსახურე მანქანა ჩინოვნიკებს. თუმცა ამბობენ რომ აი ასეთი მშვიდობიანობა საქართველოში არასოდეს არ ყოფილა და ისინი იცავენ ქვეყნის სუვერენიტეტს და ასე შემდეგ. ასეთია მათი რიტორიკა ბოლო წლების განმავლობაში. უკაცრავად. ასეთი მშვიდობიანობა საქართველოში არასოდეს არ ყოფილა და მშვიდობიანობა წინსვლა ეკონომიკური მათ შორის სწორედ ამაზე ადამიანები რა არის მშვიდობა ხალხო რა არის მშვიდობა მშვიდობა არის საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა მშვიდობა არის რომ ომი არ უნდა იყოს ქვეყანაში მშვიდობა არის რომ კეთილდღეობა უნდა იყოს მშვიდობა არის რომ მშიერი ბავშვი არ უნდა იყოს სკოლაში და ნახეთ ერთი პრემიერი ხო გააგდეს მშიერი ბავშვები ყოფილან სკოლაშიო მოტივი იყო ეს გასაგებია მაგრამ მშიერი ბავშვები არ უნდა იყოს მშიერი ოჯახები არ უნდა იყვნენ და სამუშაო ადგილები უნდა იყოს კორუფცია არ უნდა იყოს და განვითარების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეებს ეს კომპლექსურად ეს არის მშვიდობა და რომელი არსებობს მითხარით ხალხი გარბის ქვეყნიდან დაიცალა ეს ქვეყანა და თუ ვინმე დარჩენილია დღეს ეუბნებიან კიდე თუ ვინმე დარჩა ამ ქვეყანაში დღეს ეუბნებიან რომ ვენახი ეუბნებიან რომ ვენახიო შენო რეალიზაციის მიზნითო შემოსავლის მიზნით არ მოიყვანო
გასაგებია. უკაცრავად და რა საწავა მე ეს მიწები ვის ხელში უნდა გადავიდეს ეს მიწები ადამიანმა ვენახით ვერ მოიყვანა თუ თავისი ძირითადი შემოსავლის წყაროზე უარი ათქმევიე ან ნებართვები მოთხოვე და იმ ნებართვებში ამ შემთხვევაში ძალიან დიდი პრობლემები შეუქმენი კაცმარისთვის რატომ უნდა მოთხოვო ნებართვა ეს ხო არაკონსტიტუციურია მე რა ხდება თქვას ვინმე მახსნას მაგრამ ეს ახსნა არ არსებობს